მოგესალმებით. 4 შაბათი დილის 11 საათი და ვიწყებთ ჩვენს live-ს და დღევანდელი შეხვედრის თემა არის კარპმანის სამკუთხედი და ის თამაშები, რომელსაც თამაშობენ ადამიანები მაშინ, როდესაც ამ სამკუთხედის ერთ-ერთ მონაწილედ აღმოაჩენენ ან ვერ აღმოაჩენენ საკუთარ თავს. რამდენად აქტუალურია, რამდენად საინტერესოა თქვენთვის ეგ თემა. გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში. ასევე მინდა გთხოვოთ გადააზიაროთ ლაივი და მოიწვიოთ თქვენი მეგობრები, თქვენი ახლობლები, რადგან ამ საკითხებში გაცნობიერებულობა, ინფორმირება საკმაოდ კარგ გავლენას მოახდენს ნებისმიერ ადამიანზე. ეს არის ჩვენი პროექტი ფსიქოლოგია ცხოვრებისთვის, თავისუფლების გასაღები, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კარპმანის სამკუთხედი ეს არის მოდელი, რომელზეც ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობენ. საუბრობენ მსხვერპლის პოზიციაზე, საუბრობენ მდევარზე ან მოძალადეზე, რომელიც საწყალ მსხვერპლს მუდმივად ერჩის და არაძლევს საშუალებას, რომ იყოს თავისთვის, თითქოს არ ასვენებს და საუბრობენ მაშველზე, რომელიც მუდმივად მზად არის გადაარჩინოს მსხვერპლი. თუმცა ეს თამაშები, რომელსაც თამაშობენ ამ სამკუთხედის მონაწილეები, რიგითი ადამიანები, ძალიან ნევროტულია და საბოლოო ჯამში არ გვაძლევს განვითარების და წინსვლის რეალურ საშუალებას. ერთგვარ მანკიერ წრეშია მოქცეული ადამიანი და ადრე თუ გვიან სხვადასხვა როლში აღმოაჩენს თავს. რას ნიშნავს ეს? მოდით უფრო ესე დასაბუთებულად ვილაპარაკოთ ამაზე. წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც სამეგობროში ან ოჯახში ადამიანი ამბობს, იცი რა, ეს სიტუაცია ჩემთვის ძალიან რთულია, დაუძლებელია, არ ამგონია ჩემით მოვაგვარო. ის უკვე აღმოჩნდა მსხვერპლის პოზიციაში და იწყებს თამაშს. თუ ოჯახის წევრებიც ასევე არიან მიდრეკილები თამაშისთვის, ამ შემთხვევაში ისინი ჩაერთვებიან ამ თამაშში. ადამიანი, ოჯახის წევრი, რომლისთვისაც უფრო ჩვეული, უფრო კომფორტულია მდევარის როლი, დაუწყებს ჩხუბს და დაუწყებს ლაპარაკს ესეთი ტონით. იცი რა, შენ ყოველთვის წუწუნებ, შენ არასდროს გინდა გააკეთო, არ გინდა რომ მოაგვარო, თორე აქამდე ხომ მოაგვარებდი, ნუ წუწუნებ, ადექი და გააკეთე და ასე შემდეგ, რაც მსხვერპლს კიდევ უფრო უძლურ მდგომარეობაში ამყოფებს, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მსხვერპლს აწყობს ეს უძლური მდგომარეობა, მსხვერპლს ჭირდება მოძალადე იმისთვის, რომ თამაში გაგრძელდეს და ამ დროს აუცილებლად იპოვის, აღმოაჩენს იმავე სიტუაციაში ადამიანს, რომელიც იტყვის, კარგი რა, მოდი, ნუ ეჩხუბები, ცოდოა, დავეხმაროთ, ან მე მზად ვარ დაგეხმარო, ან უბრალოდ ჩაერთვება ამ თამაშში და დაიწყებს იმის კეთებას, რასაც ვერ აკეთებს ჩვენი მსხვერპლი. და ეს სიტუაცია გაგრძელდება მანამ, სანამ მაშველი არ აღმოაჩენს, რომ მსხვერპლი უმადურია. მსხვერპლი არ არის მადლიერი და მუდმივად ითხოვს მეტ და მეტ დახმარებას, მეტ და მეტ ჩართულობას, რაც რა თქმა უნდა ადრე თუ გვიან ჩვენი მაშველის ენერგიის და რესურსების გამოფიტვას გამოიწვევს და ძალიან დიდ იმედგაცრუებას. შესაბამისად, ამ დროს მსხვერპლი, რომელიც მანამდე სარგებლობდა მაშველის დახმარებით, ხდება მოძალადე და აიძულებს მაშველს, რომ დაეხმაროს. ეუბნება, შენ ყოველთვის მეხმარებოდი, როგორ მეუბნები უარს. ან პირიქით, შენ რომ დამეხმარე, ეხლა კიდევ უფრო რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდი. მე შენი იმედი მქონდა და შენ მე მღალატო. ამ სიტუაციაში მშველელი, რომელსაც გამოელია რესურსი, მსხვერპლის როლში აღმოჩნდება და იწყებს ლაპარაკს, რომ მე გეხმარებოდი, იმიტომ რომ მინდოდა შენი დახმარება და შენ ასე უსამართლოდ მეკცევი. შესაბამისად, აქ ჩანს, რომ ეს სამკუთხედი არ არის ძალიან სტაბილური. მე
პატარა ნახაზი გავაკეთე, თვითონ კარპმანი ამ სამკუთხედს აი ასე ხაზავდა. ანუ მსხვერპლი იყო ქვემოთ, მდევარი იყო აი აქ და მშველელი იყო აქ. ბერნი, რომელმაც ეს თეორია თავის ტრანზაქციულ ანალიზში ჩართო, თავაზობდა საპირისპირო მოდელს და ამბობდა, რომ მოდი ფსკერი ქვემოთ გავაკეთოთ. თუმცა კარპმანი ამბობდა, რომ არა, ეს სამკუთხედი არის ძალიან მყიფე და აი ასეთი პოზიცია სამკუთხედის ზუსტად მის სიმყიფეზე მიუთითებს, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაბრუნდეს და ის, ვინც იყო მშველელი ან მდევარი, აღმოჩნდეს მსხვერპლის როლში. ანუ გამოდის, რომ ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს მსხვერპლის, მდევარის ან მშველელის როლში სხვადასხვა სიტუაციაში. და ეს ნამდვილად ასეა. თუმცა, როგორც წესი, ადამიანები ვირჩევთ ერთ კონკრეტულ როლს, რომელიც უფრო კომფორტული და უფრო ხელსაყრელია და უფრო მორგებულია ადამიანის ხასიათის სტრუქტურაზე და იმ სიტუაციაზე, რომელშიც გაიზარდა და რომელშიც სწავლობდა გადარჩენის გზებს და მექანიზმებს. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 5 წლამდე ჩვენ მშობლებისგან და გავლენიანი ზრდასრულებისგან ვსწავლობთ გადარჩენის გზებს, როგორ გადავრჩე ამ სამყაროში. ამის შემდეგ იწყება ჩვენი სოციალიზაციის ეტაპები და აქ უკვე ჩვენ სოციუმისგან, უფრო ფართო საზოგადოებისგან ვსწავლობთ რა გზებით შეიძლება გადავრჩე, ვიყო მისაღები, ვიყო სოციალური. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს დაბალი თვითშეფასება აქვს და ის მიდრეკილი იყო წუწუნისკენ ბავშვობაში და მას ამ შემთხვევაში აძლევდნენ ყურადღებას, სითბოს, მხარდაჭერას და გმობდნენ მის აქტიურ პოზიციას, ის გააგრძელებს აი ასეთი სუსტი პოზიციის შენარჩუნებას და ამ სუსტი პოზიციით იპოვის აუცილებლად საზოგადოებაში ისეთ ადამიანს, რომელიც პირიქით ბავშვობაში წახალისდებოდა მხოლოდ მისი აქტიური ჩართულობისთვის. მაგალითად, გოგო, რომელიც მუდმივად ეხმარებოდა დედას საქმის კეთებაში და მხოლოდ ამისთვის იღებდა შეხებას და წახალისებას. ის ხვდება, რომ როდესაც მე სხვებს ვეხმარები, როდესაც მე საჭირო ვარ, როდესაც მე მნიშვნელოვანი ვარ, მაშინ ვარ მისაღები და სოციალურად აღიარებული. შესაბამისად, ასეთი ადამიანი უფრო ხშირად აირჩევს მაშველის როლს. რაც შეეხება მდევარს ან მოძალადეს, ეს არის ადამიანი, რომელიც ბავშვობაში აკვირდებოდა ზრდასრულების თამაშებს, აკვირდებოდა სოციუმის თამაშებს და ხვდებოდა, რომ მოგებული არის ის, ვინც ძლიერია, ვისაც აქვს პოტენციალი, ვისაც შეუძლია იყოს მიმწოლი და ამ პოზიციას ირჩევს სამომავლოდ. თუმცა, სამივე ამ პოზიციას აქვს პოზიტიური განზრახვა, ეს არ არის მკვეთრად და ეს 100%-ით ნეგატიური მდგომარეობა და ასევე სამივე ამ პოზიციას აქვს არანევროტული გამოსავალი, ანუ შესაძლებელია, რომ ამ პოზიციებში მყოფმა ადამიანებმა აღმოაჩინონ ამ ყველაფრის დადებითი მხარე. როგორ უნდა მოხდეს ეს? პირველ რიგში არის აუცილებელი ამ მდგომარეობის შემჩნევა. გაცნობიერებული მიდგომა, ეს არის პირველი ნაბიჯი, როდესაც ადამიანი იწყებს დაკვირვებას საკუთარ ქცევაზე და იმ ურთიერთობებზე, რომელიც არის მის გარშემო. და თუ ამჩნევს, რომ მუდმივად იმედგაცრუებულია, იმიტომ რომ ეხმარება და ვერ იღებს სათანადო მადლიერებას. ან ამჩნევს, რომ მუდმივად ძალადობენ მასზე, იმიტომ რომ მას რაღაც არ შეუძლია, არ გამოსდის და აიძულებენ, რომ გამოუვიდეს. ან პირიქით, მე მუდმივად იძულებული ვარ, ვიყო ძლიერი, გამტანი, მივაწვე ყველას, სხვანაირად საქმე არ კეთდება. აი, ეს არის პირველი ნიშანი იმის, რომ ადამიანი იმყოფება რომელიღაცა როლში ამ სამკუთხედის. თვითონ კარპმანი ამ სამკუთხედს დრამატულ სამკუთხედს უწოდებდა, რადგან ამ
პოზიციებში, სამივე ამ პოზიციას ერთგვარი დრამატიზმი ახასიათებს. არც ერთი მონაწილე არ არის კმაყოფილი და ბედნიერი, რადგან მუდმივად მისი მოლოდინები რაღაცნაირად ან ვერ მართლდება. შესაბამისად, გაცნობიერების შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ის პატარა პოზიტიური მხარე იყოს შემჩნეული. მაგალითად, მდევარს შეუძლია აღმოაჩინოს, რომ მას შეუძლია იყოს მასტიმულირებელი, შეუძლია იყოს კარგი მაგალითი და ის ენერგია, რომელიც მას აქვს და რომელსაც ის ხარჯავს მუდმივად სხვა ადამიანებზე ზეწოლაზე, გამოიყენოს მოტივაციისთვის, მისცეს ბიძგი, მაგრამ არ იყოს ასეთი ნეგატიური იმ ადამიანისგან, არ დაადანაშაულოს, არ დააბრალოს, არამედ დაანახოს, გაუფართოვოს თვალსაწიერი. მსხვერპლს ეძლევა შანსი, რომ დაიწყოს საკუთარი პოტენციალის და საკუთარი რეალური რესურსების ძებნა და აღმოჩენა. რადგან ბავშვობაში ის მსხვერპლის პოზიციაში იყო და ეს პოზიცია იყო ყველაზე მომგებიანი მისთვის, მას არ მიეცა საშუალება საკუთარი რეალური შესაძლებლობები გამოეკვლია. ამ შემთხვევაში კი გაცნობიერების შემდეგ მას შეუძლია დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, რა შემიძლია, რამდენად კარგად გამომივა და დაიწყოს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ ურთიერთობებზე და ამ შემთხვევაში თანდათან აღმოაჩენს იმ შესაძლებლობებს, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. არსებობს კატეგორია მსხვერპლების, რომლებსაც აქვთ წარმოდგენა საკუთარ რესურსებზე, მაგრამ არ აქვთ სურვილი, რომ გამოიყენონ ეს რესურსები, რადგან მაშინ, როდესაც პატარები იყვნენ და ცდილობდნენ ამ რესურსის გამოყენებას, ეს მათი მცდელობა იყო უარყოფილი საზოგადოების მხრიდან, მაგრამ დღეს მას შეუძლია, რომ კვლავ გამოსცადოს საკუთარი ძალები და პოტენციალი. რაც შეეხება მაშველს, მაშველი შეიძლება გახდეს მასტიმულირებელი და ასევე მიაქციოს ყურადღება საკუთარ თავს. მე რა მინდა რეალურად. მაშველის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ის მუდმივად არის ორიენტირებული სხვა ადამიანების გადარჩენაზე და ამასთან ერთად მუდმივად ყურადღების მიღმა რჩება საკუთარი თავი, საკუთარი ინტერესები, საკუთარი სურვილები. ამ შემთხვევაში გაცნობიერების შემდეგ მაშველმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, რა შემიძლია რომ გაუკეთო საკუთარ თავს, რა დოზით ენერგია შემიძლია დაუთმო სხვებს და დავეხმარო სხვებს და რა დოზით შემიძლია დაუთმო საკუთარ თავს. ამ შემთხვევაში სამივე როლი ხდება ბევრად უფრო ფართო, ნაკლებ ნევროტული და ადამიანს უჩნდება არჩევანი გააგრძელოს ის თამაშები, რომელიც ისწავლა ბავშვობაში და კვლავ იმ არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება, თუ აირჩიოს ახალი. მისთვის ჯერ შეიძლება უცნობი, მაგრამ შეიძლება ძალიან რესურსული და პოზიტიური როლი, სადაც ის ირჩევს არა სტანდარტულ, არა ჩვეულ, არა ინერციით გამოყენებულ მექანიზმებს, არამედ გააზრებულ და გაცნობიერებულს. ეს არის კარპმანის სამკუთხედი, ძალიან მოკლედ, შეგიძლიათ უფრო მეტი გაიგოთ ერიკ ბერნის წიგნიდან თამაშები, რომლებსაც თამაშობენ ადამიანები, სადაც ეს სამკუთხედიც ასევე არის განხილული. და ასევე თუ აღმოაჩინეთ საკუთარი თავი რომელიმე როლში და თვლით რომ გჭირდებათ დახმარება ამ როლიდან გამოსვლაში, ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით შეგიძლიათ ჩვენი ცენტრის ფსიქოთერაპევტებს მიმართოთ, გაიაროთ ფსიქოკონსულტირება და იპოვოთ ახალი გზა, ახალი საშუალება იმისა, თუ როგორ გამოიყენოთ საკუთარი ენერგია და პოტენციალი. დღეს ჩვენი ლაივი მთავრდება. ეს არის ჩვენი ტრადიციული შეხვედრები 4 შაბათობით, ფსიქოლოგია, ცხოვრებისთვის, თავისუფლების გასაღები. მე გახლავართ დიანა ნიკოლაიშვილი. შემდეგ 4 შაბათამდე გემშვიდობებით.